ინფორმაცია განსაკუთრებულად ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დაინტერესებს. 8 ნოემბერს დილის 9 საათიდან საგურამოს ტყეში ექსტრემალური ოფროუდის შეჯიბრი ტროფი ჩელენჯ 2025 გაიმართა. ღონისძიების მიზანია საქართველოში ექსტრემალური ავტოსპორტის პოპულარიზაცია, ექსტრემალურ პირობებში ავტომობილის მართვის უნარების სრულყოფა, ჩვენი რეგიონების პოპულარიზაცია, ბუნებასთან კავშირი და გარემოზე ზრუნვა. შეჯიბრში 60-მდე ეკიპაჟი მონაწილეობდა მთელი საქართველოდან. აჭარის ოფროუდ ფედერაცია, ქუთაისის ოფროუდ ფედერაცია, კლუბები რაჭიდან, ახალციხიდან, გორიდან, ხაშურიდან, დუშეთიდან, რუსთავიდან, თელავიდან და სხვა. შეჯიბრი დღის ბოლოს გამარჯვებულების დაჯილდოვებით დასრულდა. გვინდა მაქსიმალურად ჩავრთოთ ამ სპორტის მოყვარული ადამიანები და ასევე ბუნების მოყვარული ადამიანები ამ სპორტში, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი ადრენალინი, არის ძალიან დიდი ხალისი, გართობა და რა ვიცი, ყველანაირად ჩვენი მხრიდან ვეცდებით თითოეული ოფროადერი, რომ ეს სფერო გავხადოთ ბევრად უფრო აზარტული, უფრო მიმზიდველი და რაც შეიძლება მეტი ესეთი დღესასწაულები მოვაწყოთ ხოლმე ასეთ ჩვენს ლამაზ ბუნებაში. იყო განსაკუთრებული ტრეკი და ჩემთვის იყო ძალიან დიდი პატივი, რომ ამდენი წლის გამოცდილ ოფროუდერებთან ერთად მონაწილეობდი და პირადად ჩემთვის ეს იყო უნიკალური გამოცდილება. ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღე ჩემი უძლიერესი შტურმანისგან. იყო ისეთი ადგილები, სადაც პირველად გადავიარე და ღვთისწყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და დროც მე მგონი ერთ-ერთ საუკეთესო დავაფიქსირე. მოლოდინი მქონდა სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ მე რომ მივხვდი რა მანქანებთან ერთად გამოვდივარ, რა ტექნიკებთან ერთად გამოვდივარ, ცოტა გადაწურული მქონდა იმედი და მივდიოდი მარტო იმისთვის რომ მაგრამ იმას მექნა, მე სიამოვნა. მაგრამ თურმე ძალიან მაგარა, როდესაც იღებს სიამოვნებას, შეიძლება მოგებასაც კერძო სამეულში გამოკრა ფეხი. ამიტომ რასაც აკეთებთ იმითი თავარია მიიღოთ გიჟური სიამოვნება რა.